სავარჯიშოდან ამოღებული მაქვს ეს სკრინი და მეკითხებიან, რამდენი ამონახსნი აქვს ამ განტოლებასო. როგორც ხედავთ, რაღაც განტოლება მიწერია. მოდი, ცოტა უფრო გავამარტივოთ ეს საქმე ჩვენთვის, ესე იგი, ჯერ გადმოვწერ, მაქვს 5x + 8 - 7x ტოლია -4x დამატებული 1. კარგი, ახლა მოდი ავდგეთ და ესეთი რაღაც ვქნათ. პირველ რიგში უცნობი წევრები მოვაქციოთ ერთ მხარეს, ნაცნობი წევრები მეორე მხარეს, ნაცნობი რა ცნობილი. და გაგვიმარტივებს ეს კითხვაზე პასუხის გაცემას. ეხლა ნახოთ, ესე იგი 5x მაქვს, ამას აკლდება 7x, ეს მომცემს ამას აკლდება 7x, ეს მომცემს -2x. ანუ მარცხნივ მაქვს -2x + 8 და მარჯვნივ მაქვს -4x + 1. მოდი ახლა ორივე მხარეს დავუმატებ 4x და გამოვაკლებ 8-ს. მაშინ მარცხენა მხარეს მექნება 2x, იმიტომ რომ 4x დაემატა და 2x მაქვს მინუსით, ამიტომ 2x დამრჩება. მარჯვენა მხარეს 4x მთლიანად გამიქრება. და 8-ს რომ გამოვაკლებ ორივე მხარეს, მარცხნივ 8 აღარ მექნება და მარჯვნივ მექნება 1-8, ანუ -7. და აქედან მივიღებ აშკარად, რომ x-ი ტოლი გამოდის -7 მეორედის. ან იგივე -3.5. ესე იგი, ცალსახად ერთი პასუხი მივიღე, ანუ წესით და რიგით ზუსტად ერთი ამოხსნა უნდა იყოს სწორი პასუხი და მოდი გადავალ ახლა მე იმ სავარჯიშოზე, საიდანაც ეს ამოვიღე და ვნახოთ, შევამოწმოთ. ესე იგი, წესით და რიგით უნდა იყოს ზუსტად ერთი ამოხსნა.